50 წლის ზემოთ მამაკაცებს ხშირად აწუხებთ შარდვის პროცესის დარღვევა და ეს გამოიხატება იმით, რომ ღამის საათებში განსაკუთრებულად აქვთ ხშირი შარდვა, წყვეტილი შარდვა, დაუცლელობის შეგრძნება, შესაძლოა იყოს წვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრ ფაქტორთან. ისეთ დაავადებებთან, მაგალითად, როგორც დიაბეტი, გულსის ძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი ეს პროსტატის პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ პროსტატა ზომაში მატულობს ასაკის მატებასთან ერთად და ის აწვება შარდსადენ მილს. შედეგად ხდება ის, რომ შარდვის გამოყოფა ძნელდება. ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობს, რომ მცირდება ვაზოპრესინის ანტიდიურეტიკული ჰორმონის გამოყოფა, რის შედეგადაც გამოიყოფა უფრო მეტი შარდი. ხოლო შარდის ბუშტის კედლების ელასტიურობა მცირდება ასაკობრივი ცვლილებების გამო და მისი მოცულობაც შედარებით ნაკლებია. რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომელსაც აქვს შარდვის პროცესის დარღვევა 50 წლის ზემოთ? ამ ყველაფერს შეიძლება დაემატოს ერექციის პრობლემებიც და სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები. პირველ რიგში მან უნდა მიმართოს ექიმ-უროლოგს, რომელიც დაადგენს მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. შარდვის პროცესის დარღვევის სამკურნალოდ ჩვენს კლინიკაში გამოიყენება PRP თერაპია, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა შარდსასქესო სისტემის გარკვეულ უბნებში. აღნიშნული თრომბომასა იწვევს ახალი უჯრედების წარმოქმნას, ზრდის ქსოვილის ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შედეგად შარდვის პროცესი უმჯობესდება. ამასთანავე ეს მოქმედებს დადებითად ერექციულ ფუნქციაზე და აუმჯობესებს სქესობრივი ცხოვრების ხარისხს.